მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, აგვისტოს ბოლომდე. არაკანი ვარსკვლავი, თასების რაინდი, თასების ცხრიანი. მეგობრებო, აქ თქვენს რეალობაში მოდის ისეთი ენერგიები, სადაც თქვენ მეტად იქნებით ჩაფლული თქვენს რაღაც ფანტაზიებში, თქვენს ოცნებებში. და იცით, ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ოცნება ძალიან მავნებელი არის, ოცნება არის ილუზიები, ხო? ან მეორე უკიდურესობაში გადადიან, რომ პირიქით ოცნება ძალიან კარგია და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით ვიქნები მაქსიმალურად გულწრფელი. სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ბალანსი. ამიტომაც ყველაფერს ჩვენს რეალობაში აქვს თავისი ადგილი, მათ შორის ოცნებებსა და ფანტაზიებსაც, ხო? იმიტომ რომ ოცნება, ფანტაზიები, ეს ყველაფერი არის შემოქმედებითი ენერგიები, რომლებიც გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი შემოქმედების მეშვეობით გამოვხატოთ საკუთარი თავის სამყაროში. ხოლო საკუთარი თავის გამოხატვა არის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება იყოს ადამიანის რეალობაში. და რა თქმა უნდა ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად მოვიზიდოთ ადამიანები, სწორად მოვიზიდოთ ფინანსები ჩვენს რეალობაში და თქვენში აქ იქნება აუცილებლად შთაგონების ენერგია, ძალიან ბევრი კარგი იდეები გელოდებათ, მით უმეტეს თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი და რაღაც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობთ, იქნება ძალიან სასიამოვნო სიზმრები და ფანტაზიები, ასევე გერჩევდით იმას, რომ ჩაიწეროთ ხოლმე, იმიტომ რომ ახალი იდეა ყოველთვის შობს კიდევ უფრო ახალ იდეებს, თუმცა მიუხედავად ამისა, აქ ვხედავ გარკვეულ კონკურენციას. დიდი შანსია აქ იყოს კონკრეტული იმპერატორი კაცისგან, კონკრეტული მამაკაცისგან პროვოკაციები ნეგატიურ ემოციებზე, თითქოს კონკრეტული ადამიანი ეცდება, რომ გაგიწიოთ კონკურენცია, დაამტკიცოს ის, რომ ის თქვენზე ბევრად უფრო ხელოვანია, ის თქვენზე ბევრად უფრო ჭკვიანია, თქვენზე ბევრად უფრო მცოდნე არის და იცით, აქ უფრო მეტად მოდის, რა თქმა უნდა, მამაკაცის ენერგიები, მაგრამ ზოგ თქვენგანთან რეზონირდება ისეც, როგორც ქალი. ამიტომაც აჰყვებით რაღაც მანიპულაციებს, აჰყვებით რაღაც თამაშებს, ენდეთ სამყაროს და უბრალოდ გამოხატეთ საკუთარი თავი. სხვა დანარჩენი მიანდეთ სამყაროს.